მოგესალმებით. დღეს ვილაპარაკებთ შეკვეცაზე. ძალიან ბევრს ეშლება შეკვეცა, ხშირად აბათილებს, გაბათილება შეკვეცა გონია და ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებენ. შეკვეცა გონიათ და მრიცხველში და ნიშნელში შეკრება გამოკლების დროს გავსი რაღაცა დახვდება და ყველაფერს დაუსვან, გადმოუსვენ ხაზს. არ იცი, ანუ მარტო თანამამრავლი სახით როც არის, ნამრავლი სახით მრიცხველსა და ნიშნელში, მაშინ უნდა შევკვეცოთ, ანუ გავყოთ მათ საერთო გამყოფზე. მაგალითად მოცემულია A გავამრავლოთ C-ზე შეფარდებული B გავამრავლოთ C-ზე. კი ბატონო, აქ შეიძლება პირდაპირ ხაზი გადავუსვათ. აი აქ როგორც აკეთებენ, გადავუსვავენ ხაზს C-ს, ზოგიერთი შეიძლება დააწერონ ზოგ აქ 1 და პირდაპირ დაწერენ შეფარდებული B-სთან. მაგრამ ამ ხაზის გადასმის დროს მაშინაც ასე აკეთებენ, ეხლა შეცდომით ჩავწერ, უფრო სწორედ როგორც ბავშვები წერენ A-C შეფარდებული B-ს მინუს C-სთან. შეხედავენ, მსგავსი წევრებია. გავს ერთმანეთს და აი აქ გადაუსვამენ ხაზს. C-სა და C-ს. გადაუსვეს ხაზი და გააქრეს C, თქვათ ამოვარდა და დაწერენ პირდაპირ შეფარდებული B-სთან. ეს ვითომ არაფერი, გააბათილეს. რა ვიცი, რასაც ახია. გინდა აქ პლუსი ეწერო სიტყვაზე. გააბათილეს. ეს არის უხეში შეცდომა. არ უდრის. არა. ამიტომ კარგად განვიხილოთ აი ეს მაგალითი. C გავყოთ C-ზე 1, ეს B-C გავყოთ C-ზე 1. გავამრავლოთ 1-ზე A, B გავამრავლოთ 1-ზე B. ანუ რა იყო ეს შეკვეცა დაწვრილებით რომ ჩავწეროთ. A გავამრავლოთ C-ზე, გავყოთ B გავამრავლოთ C-ზე, უდრის. ახლა მოკლედ ასე იწერება. მაგრამ შეკვეცა არის წილადის მრიცხველისა და ნიშნელის გაყოფა მათ საერთო გამყოფზე. საერთო გამყოფი არის C. ანუ მრიცხველი და ნიშნელი უნდა გავყოთ მათ საერთო გამყოფ C-ზე. გავამრავლოთ C-ზე, B გავამრავლოთ C-ზე. აი ეს ფრთხილებში გავყოთ C-ზე, გავყოთ C-ზე. ტოლია. ნამრავლი რომ გავყოთ რაღაცაზე, საჭიროა ერთ-ერთი გავყოთ C-ზე. ან A გავყოთ C-ზე, ან C გავყოთ C-ზე. ან ერთ-ერთი. ზოგი A-საც ყოფს C-ზე და C-საც ყოფს. არა. A გავამრავლოთ C-ზე, გავყოთ C-ზე. ერთ-ერთი თანამარო გავყოთ C გავყოთ C-ზე 1 გავამრავლოთ A-ზე A. C გავყოთ ეს C გავყოთ ამ C-ზე 1 გავამრავლოთ B-ზე B. და ჩვენ მოკლედ წერთ ხოლმე AC შეფარდებული B C-სთან უდრის A გავყოთ B-ზე. ეხლა ვისაც ვინც მათემატიკას აბარებს, ვისაც ჭირდება, ჩაიწეროს შეკვეცის წესი. წილადის მრიცხველისა და ნიშნელის გაყოფა მათ საერთო გამყოფზე, რომელიც ერთისგან განსხვავდება, ეწოდება შეკვეცა. აი აქ ის არ არის შეკვეცა AC შეფარდებული BC-სთან უდრის და AC გავყოთ 1-ზე რომ წერენ
BC გავყოთ 1-ზე. კი ბატონო, ნებისმიერი რიცხვი 1-ზე გავყოთ, ისე ვის რიცხვია? AC, BC, AC გავყოთ 1-ზე, AC, BC, BC, 1-ზე, BC. ეს არ იწერება ასე, ეს არ არის შეგვეცა, ეს შეცდომა არის. ნუ შეცდომა რა ახლა, 1-ზე გინ გამრავლე, გინ გაყავი, არაფერი არ იქნება. დავარიდოთ აი ამ შეცდომებს თავი. აი 3 გავამრავლოთ დავუშვათ 5-ზე, შეფარდებული 3 გავამრავლოთ 7-ზე. ესე იგი შეგვეცა მრიცხველი და მნიშვნელი გავყოთ 3-ზე, ზეპირად აღარ ვავწერთ, აი ასე დაწყვლებით, ფრთხილებში გავყოთ. 3 გავამრავლოთ 5-ზე გავყოთ 3-ზე, იქნება 1. ჯობია რომ მივაწეროთ. 3 გავამრავლოთ 3-ზე, გავყოთ 3 გავამრავლოთ 7-ზე, გავყოთ 3 გავამრავლოთ 7-ზე, გავყოთ ისე 3-ზე. ანუ 3 გავყოთ 3-ზე 1. დაგვრჩა 5 გავამრავლოთ 1-ზე, ისევ 5 და 7 გავამრავლოთ 1-ზე 7. 5 მე-7. ზოგი უშვებს აი ასეთ შეცდომას. ზოგი უშვებს აი ასეთ შეცდომას. მაგალითად მოცემულია 3 პლუს x-ი გავყოთ x-ზე. ნუ დაინახავენ, საერთო არის x-ი და გადახაზავენ და პირდაპირ წერენ 3-ს. არა, შეცდომა ეს, შეცდომა არ უდრის ამას. აი რომ იყოს 3 გავამრავლოთ x-ზე და გავყოთ x-ზე, მრიცხველი და მნიშვნელი x-ი და x-ი წავიდა, ვამბობთ, x-ი გავყოთ x-ზე 1, x-ი გავყოთ x-ზე 1, 3 გავყოთ 1-ზე 3. შემდეგ დავუშვათ x-ი შეფარდებული, ახლა პირიქით არის 5x-თან. უდრის ძალიან ხშირად წერენ ასე, ჩავწერმე შეცდომით და მერე გადავხაზავ. x-ი გავყოთ x-ზე, გადაუსვავენ ამას ხაზს, არა წერენ ზემოთ, რომ წილადის ხაზის ზემოთ 1 დარჩა, ქვემოთაც 5 დარჩა, 5 1 5 და წერენ პირდაპირ 5-ს. ეს უხეში შეცდომაა. აი ეს შეცდომა რომ არ მოგვივიდეს, აი ეს ჩავსვათ ფრთხილებში და გადავხაზოთ. ეს შეცდომა რომ არ მოვიდეს, x-ი გავყოთ x-ზე დარჩა 1, x-ი გავყოთ x-ზე 1, 5 გავამრავლოთ x-ზე გავყოთ x. და უდრის წილადის ხაზის ზემოთ დარჩა 1 და დაბლა 5. პასუხი 1 მე-5 აქვს, მე-5 მიიღე ამბობს ბავშვი. რატომ მიიღე? იმიტომ რომ შეკვეცე წილადის ხაზი უნდა დაგეწერა. და მე ყოველთვის ვასწავლი და ვეუბნები, რომ როდესაც ნამრავლია, მაშინ შეკვეცეთ. მაგრამ აი რომ იყოს აი ასე 3 გავყოთ x-ზე მრიცხველში და შეფარდებული 6-თან. კი, შეიძლება აქ 3-ზე გავყოფა მრიცხველისა და მნიშვნელის. შეიძლება 3 გავყოთ მრიცხველი, აი ეს ყველაფერი გავყოთ 3-ზე, 3 გავყოთ 3-ზე 1, 6 გავყოთ 3-ზე 2. ეს უდრის 1 გავყოთ x-ზე, აი ეს და გავყოთ აი ამ 2-ზე. უდრის 1 რიცხვი მეორეზე რომ გავყოთ პირველი უნდა გავამრავლოთ მეორის შებრუნებულზე. 1 გავყოთ x-ზე, გავამრავლოთ მეორის შებრუნებულზე. 2 შებრუნებულია 1 მეორედი და არა -2, როგორც ხშირად ამბობენ ბავშვები. 1 გავამრავლოთ 1-ზე 1, x-ი გავამრავლოთ 2-ზე 2x. მაგრამ აქ მოსალოდნელი არის აი ასეთი შეცდომა. მოსალოდნელი ასეთი შეცდომა. დავუშვათ გვაქვს ასეთი მაგალითი. 3 გავყოთ x-ზე შეფარდებული x-თან. დაინახავენ
ხედავენ მრიცხელი დამნიშნულში არის x და შეცდომით ვაკეთებენ ასე x და x თომ შეგვეცეს, ნუ გაქრა დანარჩენი და წერენ 3-ს. არა. ეს როგორ უნდა გაკეთდეს? 3 გავყოთ x-ზე შეფარდებული x-თან. უდრის წილადის ხაზი 3 შეფარდებული x-თან, შეფარდებული ესეც x-თან. უდრის, ნუ გადავიტანოთ აქეთ. აი ამის მრიცხველია s, მნიშვნელი s. ანუ აი ამის მაგივრად შეიძლება წილადის მრიცხველი და მნიშვნელი გამამრავლოთ ისეთ რაღაცაზე, რომ შეიკვეცოს. ნუ აქ რა თქმა უნდა x-ი 0-დან განსხვავებულია. აი ეს მრიცხველი იყოს ამ წილადის ხაზი ეს მნიშვნელი. გამამრავლოთ ესეც x-ზე, გამამრავლოთ x-ზე. x-ი და x-ი გაბათილდა, x-ი გადაესვა ხაზი 1-1 დარჩა 3-ჯერ 1 გავყოთ 3-ზე ეს მრიცხველში დარჩა 3. მრიცხველში დარჩა 3, x-ი გამოვით x-ზე x კვადრატი. აი x3-ს იღებენ შეცდომით. შეიძლება ნახონ სავარაუდო პასუხებში 3-ია და ჩათვალონ ის პასუხა და 3 შეფარდებული x კვადრატთან. ამიტომ აი უმჯობესია რომ მარტო დავაჩვიოთ რომ როდესაც გამრავლება მაშინ გავყოთ, მაშინ შევკვეცოთ. როდესაც გამრავლება არის მოცემული. ველოდები თქვენს კომენტარებს, თქვენი სურვილით, რა საკითხები გჭირდებათ ყველაზე მეტად გავაშუქოთ. აი ერთ-ერთი ახალგაზრდის დიდი მადლობელი ვარ, რომელმაც თხოვა 2 მოდულიანი განტოლების ამოხსნა, მე უტოლობებით სამოხსენი და ასეთმა ვიდეომ 91,000-ზე მეტი ნახვა დააგროვა. ასევე ინტერვალთა მეთოდით. ასე რომ გაუზიარეთ ეს ვიდეოები სხვებს, შეგვეცა არა მარტო ეხლა მე-5, მე-6 კლასელებს ჭირდებათ და ისინი უშვებენ შეცდომას, არამედ ყველას, რა მნიშვნელობა გინდა მე-12 კლასში იყოს, თუ სკოლაში არ უსწავლია კარგად, არ უვლია და მაშინ იწყებს მომზადებას, ეს ბავშვებიც ხშირად უშვებენ შეცდომას. გაუზიარეთ, გამოგადგება თქვენი დებისთვის, ძმებისთვის, ნათესავის ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის, ყველას გაუზიარეთ. გისურვებთ წარმატებებს. მომავალ შეხვედრამდე.